ზოგიერთი ადამიანი კვების მერე მართლა გრძნობს გულისცემის გახშირებას, ან გულის რიტმის დარღვევას, ან შემაწუხებელ გულისცემას და რაღაცა ბაგაბუქს. ეს არც თუ ისე იშვიათია ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში. მოდი საწყის ეტაპზე ავხსნათ, რატო შეიძლება იყოს ეს ფენომენი გამოწვეული. საკვების მიღების მერე კუჭი ფართოვდება მოცულობაში, ანუ კუჭი იზრდება, ფიზიკურად იზრდება, მე ტერიტორიას იკავებს. ასევე იძლიერდება სისხლის მიმოქცევა და ასევე აქტიურდება ნერვული სისტემა, მათ შორის კი ყველაზე მთავარი ხარს გამოყოფდი არის ცდომილი ნერვი. ეხლა ეს არის ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესი, ანუ საწვრისმერო კუჭი ფართოვდება და აქტიურდება ნერვული სისტემა და იზრდება სისხლის მიმოქცევა, ეს რაც პათოლოგიას არ წარმოადგენს. თუმცა სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანთან ამან შეიძლება დაატრიგეროს ძალიან უსიამოვნო შეგრძნებები გულის მიდამოში. აი ამას, როდესაც საჭმლის-მომავნებელ სისტემაში მიმდინარე პროცესებმა შეიძლება დაატრიგეროს გულის რიტმის ცვლილება და პალპიტაციები, ამას ეწოდება გასტროკარდიული რეფლექსი. ამ ფენომენის მიზეზად ჩვენ ქვეყანაში ხშირად მიიჩნევენ ხოლმე საღლაპავის თიაქარს, რაც ბოლომდე სიმართლეს არ შეესაბამება და მოდი ავხსნათ ეს რატომ. თუ საღლაპავის თიაქარი არ არის ძალიან დიდი ზომის, ან არ არის ცოტათი ატიპიური პარაეზოფაგური თიაქარი, რაც შემთხვევათა აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენს, გულისხმობ აი ამ ორს რა, ან პარაეზოფაგური თიაქარი რო იყოს, ან ძალიან დიდი ზომის თიაქარი რო იყოს, მასეთი პაციენტები არიან ცოტა. თუ ეს არ არის, ხო, ისე მექანიკური ზეწოლა გულზე როგორც წესი არ ხდება ხოლმე. ამ დროს შეიძლება თუ ძალიან დიდი ზომის თიაქარია ან პარაეზოფაგური თიაქარია, შეიძლება მარცხენა წინა გულზე ცოტათი ზეწოლა ქონდეს ხოლმე მომნელებელი სისტემის ორგანოებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ აბსოლუტურ უმეტეს შემთხვევაში პაციენტების აბსოლუტურ უმეტესობასთან მსგავს თიაქარს ვერ წავაწყდებით რა. შესაბამისად, მცირე ზომის მცოცავი თიაქრით ამ პოსტპრანდიული კვების შემდგომი გულის რიტმის დარღვევების ახსნა მაინც კორექტული არ იქნება. არ დაჯობია რომ პაციენტს რაც უფრო ზუსტად აუხსნით რაღაცეებს, მით უფრო მეტად დამშვიდდება ის და მით უფრო მოიკლებს მერე ჩივილის ინტენსივობა. ახლა მოდი ხაზგასმით აღვნიშნოთ ერთი რამ, რომ შესაძლოა თუ არა გასტროკარდიული რეფლექსი იყოს სახიფათო, გამოიწვიოს რაიმე გართულებები და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები. არა, შეუძლებელია ეს ასე მოხდეს. ის არის ასოცირებული მხოლოდ ძალიან შემაწუხებელ ზოგ შემთხვევაში დისკომფორტთან, თუმცა არაფერ მეტთან დისკომფორტის გარდა. დააკვირდით თქვენ თავს რა, თუ ჯერტი გულის რიტმის დარღვევების დროს აუცილებლად კარდიოლოგს უნდა მიმართოთ პირველ რიგში და აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი კარდიოლოგიური კვლევა. მით უფრო კარდიოლოგის დახმარება დაგჭირდებათ, თუ ეს ეპიზოდები არის ხანგრძლივი, მეორდება ძალიან ხშირად, ან ასოცირებულია სხვა ჩივილებთან, როგორც არის მაგალითად ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გართულება და სხვა კარდიოლოგიური ჩივილები. თუ ეს ასე ხდება, მაშინ სანამ გასტროენტეროლოგთან ან ნევროლოგთან ამოყოფდეს პაციენტი თავს, აუცილებლად უნდა გაიაროს სრულფასოვანი კარდიოლოგიური კვლევა, რომ წესიერად გამოირიცხოს გულის რიტმის დარღვევის სხვა პოტენციურად საშიში მიზეზები. და თუ ეს საშიში მიზეზები გამოირიცხება და თუ საქმე გვაქვს ხანმოკლე კვების შემდგომ გულის რიტმის დარღვევასთან, რომელიც ასოცირებულია ამ გასტროკარდიულ რეფლექსთან, მაშინ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, იმიტომ რომ ეს სასიცოცხლო პრობლემებს არასდროს არ შეგიქმნით. ბოლოსკენ ვთქვათ, რა შეიძლება გაუკეთოთ ამ გასტროკარდიულ რეფლექსს, რომ ასეთ შემაწუხებელი არ იყოს. პირველ რიგში გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მეტად მისცემთ ამ ჩივილს უფლებას, რომ თქვენ ცხოვრების ხარისზე იმოქმედოს, რაც უფრო მეტად აყვებით ღელვას და შფოთს, ის მით უფრო გაუარესდება. ეს პრინციპი სამწუხაროდ ეს რაღაცა მოჯადოებული ჩაკეტილი წრის პრინციპი მოქმედებს ყველა ნეიროგასტროენტეროლოგიური ჩივილის შემთხვევაში. ასე რომ ეცადეთ რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თქვენ თავს ხშირად გაუმეოროთ, რომ ეს ჩივილი არაფერ საშიშთან დაკავშირებული არ არის, იმიტომ რომ აგერ იყავით კარდიოლოგთან, ჩაგიტარათ კვლევები და არანაირი ორგანული პათოლოგია ამ კვლევების დროს არ გამოვიდა. ესე იგი, სასიცოცხლო საფრთხე თქვენ არ გემუქრებათ. მას შემდეგ რაც ამას გაიაზრებთ, მინდა გირჩიოთ, რომ კვების ტემპს დაუკვირდეთ რა კარგად. კვებაზე ვიმუშაოთ ცოტა წესიერად. ეს რაიმე სათაკილო და სასაცილო კი არ არის. სადა გვაქვს დღეს იმის ფუფუნება ადამიანებს და დრო, რომ ასე კვებას დაუჯდეთ და ეხა საწვლის ჭამის დრო ცალკე გქონდეს და აუჩქარებლად ნალა ჭამოთ, მაგრამ რახან გაწუხებთ, ესე იგი საჭიროა რომ ამას დრო გამოვუყოთ რა. იკვევეთ აუჩქარებლად, ნელა ძალიან ისეთი მშვიდ გარემოში და ძალიან მშვიდად. ეცადეთ რომ ლუკმა კარგად დაღეჭოთ და დიდი რაოდენობით ლუკმები ეგრევე არ გადაყლაპოთ. რა, ამი ძალიან წაეხმარებით თქვენს კუჭს და აუცილებლად შეამცირებთ ამ გასტროკარდიულ რეფლექსს. ასევე ეცადეთ რომ არ იკვებოთ მძიმე საკვებით. ახლა მძიმე საკვების თავიდან არიდება რაღაცა სწრაფი კვების ობიექტებით, რაღაცა გაჯერებული უხარისხო ცხიმებით და რაღაც ბევრი ტკბილეულით გაჯერებული საკვების მიღება ისედაც ორ ყურდღელს დავიჭერთ, ისედაც კარგია რომ სხვა რამეებისთვისაც წაგვადგება, აი ეს არაჯანსაღი პროდუქტების თავიდან არიდება და
და ამ გასტროკარდიულ რეფლექსსაც სავარაუდოდ შეამცირებს. ასევე ეცადეთ რომ ხაზს გაუსვამ რა, ამას ბევრჯერ ვიტყვი რომ არასდროს ანუ ზედმეტი საყვები შეზღუდვა, ობსესია კვებაზე რომ აი რომელი საჭმელი იწვევს, აი ეს პროცესი გავწყვიტოთ. შეელიათ მხოლოდ ცალსახად არაჯანსაღ პროდუქტებს, ჯანსაღი პროდუქტების რაღაცა აგრესიული შეზღუდვები თქვენ თავს არ დაუწესოთ რა. და ამის მიღმა ეხა თუ მაინც იქნა ეს ჩივილი შემაწუხებელი, უკვე მიდით ექიმთან და ექიმთან პირისპირ ლაპარაკმა შეიძლება კიდევ უფრო საერთოდ ლაპარაკის პროცესმაც კი შეიძლება თქვენი ჩივილი უკვე დაამშვიდოს. ჯანმრთელობას გისურვებთ.